მოგესალმებით 24 News-ის ინგლისურენოვანი სპეციალური გამოშვების ეთერში. მე ვარ ნიკოლ ზედეკი, პირდაპირ ეთერში თელ-ავივიდან. 24 საათზე ნაკლებ დროში ირანმა ისრაელის მიმართულებით 24-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელმა პასუხად ირანში პეტროქიმიურ კომპლექსს დაარტყა. შემდეგ ირანმა განაცხადა, რომ ეს იყო ყველაფერი. ისრაელზე მეტი დარტყმა აღარ იქნება, თუ ისრაელი ლიბანში არსად აღარ განაახლებს თავდასხმებს. მაგრამ ისრაელი არ უსმენს ამ ირანულ მუქარებს და უკვე დაარტყა ჰეზბოლას რამდენიმე ობიექტს ქვეყნის სამხრეთში. ისრაელი დარწმუნებულია, რომ ირანი თავის მუქარებს ბოლომდე არ შეასრულებს. იმდენად, რომ ქვეყნის მასშტაბით შინაგან უსაფრთხოების სამმართველოს რეკომენდაციები ყველგან ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდა, გარდა ჩრდილოეთ ისრაელისა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი გააგრძელებს დარტყმებს ლიჩმენში, ლიბანში და არ მისცემს ირანს ორი ფრონტის დაკავშირების საშუალებას. აი მეტი ინფორმაცია პრემიერისგან. როგორც 10 წლეულების განმავლობაში ვაკეთებდი, მტკიცედ ვიცავ ჩვენს უფლებას ვიმოქმედოთ ჩვენს მტრებზე. სწორედ ასე მოვიქეცით ახლაც. მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ ისრაელის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს დაერტყათ ტერორისტულ ობიექტებზე ბეირუთში და გაენადგურებინათ ჰეზბოლას მებრძოლები იქ და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე თავდასხმა განახორციელა, მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს დაერტყათ სამხედრო და ეკონომიკურ ობიექტებზე ირანის მასშტაბით და ესეც გავაკეთეთ. ამ მომენტისთვის ცეცხლი შეწყდა, რადგან მას შემდეგ, რაც ტერორის რეჟიმს თეირანში დავარტყით, მათ ჩვენზე თავდასხმები შეწყვიტეს. თუ ტერორის რეჟიმი ირანში კიდევ ერთხელ დაუშვებს შეცდომას და ჩვენზე თავდასხმას ცდის, ჩვენ ძალით ვუპასუხებთ. ჩვენ გვინდა დავიწყოთ ვაშინგტონიდან უახლესი ამბებით. ჩვენი i24 News-ის ინგლისურენოვანი უფროსი კორესპონდენტი მაიკ ვაგონჰაიმი კვლავ პირდაპირ ეთერში White House-იდან გვერდება. მაიკ, უნდა თქვა, რომ რეგიონში მოვლენების ქარბურბალად ტრიალებს. როგორია ვაშინგტონში ამაზე შეხედულება? ეს იყო დიპლომატიური გამარჯვება ტრამპისთვის. თუ სულ მცირე, ასე წარმოაჩენს ამას თავის მხარდამჭერებისთვის. სინამდვილეში დღეს პრეზიდენტისგან ბევრი არაფერი მოგვისმენია, გარდა იმ Truth Social-ის პოსტებისა. ის სინამდვილეში ქალაქგარეთაა ნიუ-ჯერსიში და ემზადება დღევანდელი ღამის NBA-ის ფინალის თამაშისთვის, რომელშიც ნიქსი მონაწილეობს მის ძველ სახლში, ნიუ-იორკში. თუმცა იცით, ფიქრობ ამას დიპლომატიურ გამარჯვებად შეიძლება ჩავთვალოთ. მოусმინეთ, სროლა იყო. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, შეწყვიტეთ სროლა. ეს რთულია. ამიტომ ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა იმის თმა, რომ პრეზიდენტს ამასთან კავშირი არ ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტული ქვეყნების ინტერესებშიც შედის სროლის შეწყვეტა, როცა ისრაელსა და ირანს ეხება საქმე და იმ ზიანს, რაც ორივე მხარეს შეუძლია მიაყენოს ერთმანეთს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ისრაელმა კიდევ ერთხელ დაარტყა სამხრეთ ლიბანს, მაშინაც კი როცა ირანმა სროლა შეწყვიტა. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს თავისი შესაძლებლობების პარგლებში მაინც უზრუნველყოს, რომ ეს ორი მიმართულება, ლიბანის და ირანის, ერთმანეთისგან განცალკევებული იყოს. ეს იყო სწრაფი ტესტი ისრაელის მხრიდან, აშკარად შეთანხმებით ტრამპის ადმინისტრაციასთან ირანის გამოწვევის გამო. თეირანი აცხადებს, რომ ლიბანზე ნებისმიერი თავდასხმა მიიღებს პასუხს ირანისგან. სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ელემენტებზე დაუყოვნებლივი ხელახალი შეტევა კი ირანის გამოცდა იქნებოდა. ფიქრობ, ეს კვლავ შეიძლება ჩაითვალოს გამარჯვება ტრამპისთვის და ამავე დროს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთვის, რადგან ეს არ მოჰყოლია ირანის დაუყოვნებლივ პასუხს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელ-ლიბანის მშვიდობის პირობებს, ჰეზბოლას ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრიდან მოშორების პირობებს, თეირანის ნება-სურვილი არ განსაზღვრავს. ამას განსაზღვრავს თავად ლიბანის მთავრობა, ვაშინგტონში მყოფი შუამავლების და პოტენციალ პარტნიორების მონაწილეობით იერუსალიმში. რას ნიშნავს ეს იმ დიპლომატიური პროცესისთვის, რომელზეც საუბრობთ? სულ გასულ კვირას ვიხილეთ, როგორ დაალაგა ვაშინგტონმა ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ლიბანს შორის. თუმცა ჰეზბოლა კლავაც მთავარი პრობლემაა აქ, მაიკი. ისინი აგრძელებენ ისრაელის მიმართულებით სროლას და ჩვენ კლავ ხედავთ, როგორ პასუხობს ისრაელი ჰეზბოლას ამ საფრთხეს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი დიპლომატიური პროცესისთვის ამ ეტაპზე? იცით, ეხლა ერთი რამ, რაც ცოტა უყურადღებოდ რჩება და ეს ცოტათი შემაშფოთებელია, არის ის, რომ ვაშინგტონი განაგზობს ხელის გაწვდენას ლიბანის პარლამენტის სპიკერის დერისკენ, რომელიც ამალ პარტიიდანაა და ჰეზბოლასთან კავშირები აქვს. და თითქმის ისე იქცევა, თითქოს ის სანდო შუამავალი იყოს. ეხლა სხვა დროს და სხვა ვითარებაში კი, თუ ჰეზბოლასთან კომუნიკაცია გსურთ, ბერი იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისთანაც უნდა გევლოთ. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება იმ გზავნილს, რომელსაც ვაშინგტონი მუდმივად აგზავნის, რომ ყველაფერი ლიბანის მთავრობისა და ლიბანის შეიარაღებული ძალების მეშვეობით უნდა განხორციელდეს. რომ ისინი არიან ერთადერთი პარტნიორები აქ, რომ ეს შეუძლებელია. დიპლომატია ვერ განხორციელდება სხვა რომელიმე აქტორის ან სხვა რომელიმე გზით.
ამიტომ ეს გზავნილები ამჟამად წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. იქნებ ისრაელის მხრიდან იქორჩება, რომ დისტანცია დაეცვათ სპიკერ ბერისგან. ჩვენ ამის შესახებ ნამდვილად არ გვსმენია, მხოლოდ შემთხვევაში აქ საჯაროდ არა. მაგრამ ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე გამორჩეული განვითარება ამ ეტაპზე. თუმცა ეს თითქოს ყურადღების მიღმა დარჩა, რადგან გასაგებია, როცა რაკეტები დაფრინავს, ყურადღება იმ კონკრეტულ საკითხებზე გადადის. მაგრამ ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, ყველაზე მეტად. ეხლა ვაშინგტონი კიდევ ერთ დიპლომატიურ ფენას ამატებს აქ და გარშემო, ლიბანის მთავრობის გვერდის ავლით, რომელსაც ისინი ცდილობენ გააძლიერონ. და ფაქტობრივად მათ ასუსტებს იმით, რომ ცდილობენ პარლამენტის სპიკერის მეშვეობით პირდაპირ მოლაპარაკებები აწარმოონ ჰეზბოლასთან და რა გავლენა შეიძლება კონდეს ამას მომავალში. მაიკ ვაგნერ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მაქვს ჩვენს მაყურებლებთან გასაზიარებლად. მადლობა ვაშინგტონიდან ყველა ამ განახლებისთვის, ყოველთვის ვაფასებ ამას. ეხლა ამ საუბარ სტუდიაში გადავიტანთ და ჩვენთან ერთად არიან IOC4 News-ის ინგლისურენოვანი უფროსი, ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი არიელ ოსერანი, ასევე საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი დენ პერი, Associated Press-ის ყოფილი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რედაქტორი. ბატონებო, მადლობა რომ დღეს IOC4 News-ის ინგლისურენოვან სტუდიაში ხართ ჩვენთან ერთად. დენ, მინდა თქვენით დავიწყო. ლიბანზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ მოდით ირანით დავიწყოთ. რას მიაღწია ისრაელმა დღეს ირანის თავდასხმებზე პასუხით? რა გზავნილი მიიღო ახლახან რეჟიმმა? გზავნილი იყო ესეთი. თუ ჩვენზე თავდასხმას გადაწყვეტ, ჩვენაც დაგიბრუნებთ. ეს ცოტა საბავშვო ბარის დონის გზავნილია, რადგან სტრატეგიულად ასეა. აქ ბევრად უფრო დიდი საკითხია, რაც ესეთია. გვჯერა თუ არა მოლაპარაკებების. რომ ლიბანში ესკალაცია და ირანის მცდელობა ორი არენა გააერთიანოს, ზიანს აყენებს. რაც შეეხება ტრამპს, როგორც ჩანს, მას სურდა სიმშვიდე ყოფილიყო, მაგრამ მეორე მხრივ იცით, მან ნეთანიაჰუს უთხრა არ დაერტყა, მაგრამ ნეთანიაჰუ მაინც დაარტყა ღამით და სწორედ ამიტომ ირანმა საპასუხო დარტყმა მიაყენა. ცოტა საიდუმლოა, რა სცილობენ ამით მიაღწიონ. შეიძლება ნეთანიაჰუმ დაარტყა. ტრამპის დაუმორჩილებლობით ძნელია დაიჯერო. მან დღეს მოგვიანებით უბრალოდ დაემორჩილა ტრამპს იმ ცნობილი ტვიტის შემდეგ. ირანს აშკარად ვერ დაარწმუნებ, რომ ქცევა შეცვალოს ამ ძალიან ტაქტიკური დაბალი დონის პერიოდული დარტყმებით. Then ფიქრობთ ეს ლიბანზეც ვრცელდება. აქ უფრო დიდი საკითხია ვფიქრობ, რომელიც ასეთია. გვინდა თუ არა შეთანხმებაზე წასვლა? თუ არა, რა ალტერნატივებია? გვჯერა რომ შეთანხმება შეიძლება შედგეს ჰეზბოლასა და ირანთან. მე ორივე სფეროში პარადიგმის შეცვლის მომხრე ვარ. ისრაელი მკაცრად იცავს თავის უფლებას ლიბანში მოქმედებაზე და ეს არის დრევანდელი დიდი წარმატება, რომ ირანის მუქარის მიუხედავად მათ მაინც განახორციელეს შეტევა ლიბანში. მაგრამ ეთვი მეპარება, რომ ლიბანში უფრო მეტი დაბალი დონის შეტევა შეცვლის, შენობის აქ დარტყმა, ობიექტის იქ და ოპერატორის სადმე სხვაგან განადგურება ამ ვითარებას და ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. სხვათა შორის ეს ჩვეულებრივი მიდგომა უკვე 45 წელია რას მარცხ ხდება. ასე რომ ვფიქრობ ლიბანზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოლო 48 საათი, რომელიც ბევრ ჩვენგან სრული ომის აფეთქების საფრთხედ ეჩვენებოდა, ისევ სტრატეგიის სრული არარსებობის პირობებში პრემიერ-მინისტრი არასდროს აძლევს ინტერვიუს, არასდროს ხსნის, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი დahiyაზე დარტყმისას, რომელიც ყველა მონაცემით არ წარმოადგენდა სერიოზულ ალტერნატივას. უბრალოდ დაეშვათ, რომ ჰეზბოლამ გაეგრძელებინა ცეცხლის გახსნა ამ ჩtildeოეთ თემებზე, ან ირანს ესროლა ისრაელისკენ და არ ეპასუხათ. ისრაელი ამჟამად არ სურს ცეცხლის შეწყვეტა ჰეზბოლასთან და ჰეზბოლასაც არ სურს ცეცხლის შეწყვეტა ისრაელთან. ვფიქრობ, უნდა ვიყოთ გულწრფელები. ჰეზბოლამ ისრაელს შეუტია მაშინვე, როგორც კი ირანის ომით ირაიწყო და ისრაელმა თითქოს ამაზე ხელი მოიკიდა. ეს გამოიტანა იმისთვის, რომ ფაქტობრივად თავიდან დაეწყო ომი ჰეზბოლას წინააღმდეგ. და ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ რაც შეეხება ჰეზბოლას, მინდა რომ ისინი განადგურდნენ. მინდა რომ ისინი დედამიწის პირიდან გააქრნენ. ამ სურვილში მე ვეთანხმები ისრაელის თავრობას, ლიბანის თავრობას და თითქმის ყველა გონივრულ ადამიანს დედამიწაზე. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი სტრატეგია ამას მიაღწევს, როცა ისინი ძირითადად ჩtildeოეთით ბექაველზე არიან შეკრებილები და ისრაელი არ აპირებს 100 მილით ჩtildeოეთით შეტევას, ლიბანის 2/3-ის ოკუპაციას და მათ მიწაზე ბრძოლით განადგურებას. ამის გარეშე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხედავ, რას აღწევს ეს ყველაფერი. კარგი, მოგვიანებით ამ გადაცემაში ლიბანზეც უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, მაგრამ არიელ დაუბრუნდეთ იმას, რაც დღეს ირანსა და ისრაელს შორის განვითარებულ მოვლენებში ვიხილეთ, რა ხდება სპარსეთის ყურის ქვეყნებთან დაკავშირებით. მოგვისმენია თუ არა მათგან რაიმე განცხადება და რას ნიშნავს ეს ესკალაცია, ან ეხლა მისი არარსებობა მათთვის? დიახ, ისინი დუმილს ინარჩუნებენ. საუდელები ისინი, ბოდიში ისინი.
უარყვეს, რომ პრინც სულთანის საჰაერო ბაზა იყო სამიზნე და განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ჰუსიტების რაკეტა, რომელიც ისრაელისკენ იყო გაშვებული, საუდის არაბეთის ტერიტორიაზე იემენის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა და ისრაელამდე არ მიაღწია. ისინი აკვირდებიან ამ ყველაფერს, იცით მათ არ უნდათ. ისედაც უფრო მეტად არიან ჩართული, ვიდრე თავად ისურვებდნენ. ისინი აღმოჩნდნენ სამიზნედ და ირანის მხრიდან თავდასხმის ობიექტად, როდესაც აშშ უთყამს ირანულ სამიზნეებს, ან ესხმის თავს გემს ჰორმუზის სრუტეში, რომელიც ირანის პორტისკენ მიემართება. ეს რომ ისინი უკვე უფრო მეტად არიან ჩართულნი, ვიდრე თავად ისურვებდნენ. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ ისინი აკვირდებიან ამ დინამიკას. მე ვფიქრობ, ზოგიერთი მათგანი შურსაც კი გრძნობს ისრაელის პასუხის გამო, რადგან ეს აჩვენებს, რას ნიშნავს, როცა ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე ირანის არცერთ თავდასხმას არ შეეგუება. და ქმნის გარკვეულ შეკავების ილუზიას ირანის მიმართ, რაც სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს საერთოდ არ აქვთ. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მათ არ აქვთ ინტერესი ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ, რადგან არ სურთ ირანი კიდევ უფრო გააღიზიანონ. ჩვენ ხედავთ, რომ მთლიანობაში სპარსეთის ყურის ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გამოვყოთ არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი, ისინი ინარჩუნებენ ირანის მიმართ შემრიგებლურ პოლიტიკას და ბოლო 24 საათის დინამიკა ამას არ შეცვლის. კარგი. მინდა ირანის შესახებ კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა შემოგთავაზოთ ამ ყველაფერში. ჩვენთან ერთად ეხლა არის არაშ აზიზი, ატლანტიკის თანამშრომელი ავტორი და წიგნის ჩრდილის სარდალი ავტორი. არაშ, აქ დიდი კითხვაა. ირანმა დღეს ვერ მიაღწია თავის მიზანს, რომ ფრონტი ჰეზბოლასთან დაეკავშირებინა. თუ გარკვეულწილად მაინც მიაღწიათ წარმატებას? ეს კარგი კითხვაა. გარკვეულწილად ირანმა დააკავშირა ისინი, რადგან როგორც იცით, შეძლო თავდასხმა, მიიღო საპასუხო დარტყმა და ეხლა ჩანს, რომ ყველაფერი დასრულდა. მაგრამ მან აჩვენა, რომ საჭიროების შემთხვევაში, იცით, პრობლემის შემთხვევაში ის ჰეზბოლასთან მივიდოდა. მაგრამ ამავე დროს შეერთებული შტატების მხრიდან იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ეს ფრონტები ერთმანეთთან არ დაეკავშირებინათ. ირანმა ვერ შეძლო ისე დაესხა თავს, რომ საპასუხო დარტყმა არ მიეღო. ამ მხრივ შედეგები ირევია მისთვის. ეს არ არის ისეთი რამ, რომ რუბიკონს გადალახალდა და დარწმუნდები, რომ ფრონტები ერთმანეთთან დააკავშირა. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ირანი ამაზე დაჟინებას გააგრძელებს, მაგრამ ამას აკეთებს ლიბანის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ. და ეს მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. ასე რომ, ამისთვის მოგვიწევს ბრძოლა, იმის ცოდნით, რომ ლიბანს ეს არ მოეწონება. ისრაელსაც არ მოეწონება, შეერთებულ შტატებსაც არ მოეწონება და ბევრი ირანელსაც რა თქმა უნდა ეს არ მოეწონება. ისინი კითხავენ, რატომ აღმოჩნდა ირანი ისევ ომში და რატომ ხედავენ ირანელები ისევ თავდასხმებს საკუთარ ქვეყანაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ სურთ ტერორისტული ჯგუფის დახმარება 1000-ობით კილომეტრის დაშორებით. მაგრამ რას გვეუბნება ეს იმაზე, რამდენად სჭირდება ირანს ახლა თავისი მთავარი პროქსი, ჰეზბოლა? ის ფაქტი, რომ ისინი მზად იყვნენ და თითქმის მზად იყვნენ ეს ომი თავიდან დაეწყოთ, თუ ეს იყო საჭირო იმის საჩვენებლად, რომ ჰეზბოლასთან ისევ არიან, რას ამბობს ეს იმ პოზიციაზე, რომელშიც ირანი იმყოფება? ეს აჩვენებს, რომ ირანს არ უნდა ლიბანის საკითხიდან გამორიცხონ. ლიბანის ლიდერობამ ბოლო დღეებში ფაქტობრივად ირანს სთხოვა, რომ თავი დაანებოს და ეს მათ ბოლო დროს რამდენჯერმე გააკეთეს. და ირანს სურს აჩვენოს, რომ არა, ასე არ მოიქცევა და რომ მისი წინააღმდეგობის ღერძი უნდა გააგრძელდეს და ის არ მიიღებს თავისი რეგიონული შესაძლებლობების დაკნინებას. ის სურს თქვას, არა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალა ვართ ლიბანში. და ამას იგივე სხვაგან ფრონტებზეც აჩვენებდა. ის კვლავაც ეკავდნობა ამ უსაფრთხოების დოქტრინას, რომელიც მის დაყრდნობას ამ მილიციებზე ეფუძნება. უნდა დაველოდოთ, თუ ოდესმე მათ მოუწევთ ამის დატოვება. მაგრამ ეხლა ისინი თვლიან, რომ გონივრულია ამის გაგრძელება. და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის? როგორ აისახება ეს ირანის პოზიციებზე მოლაპარაკების მაგიდასთან? მე ვფიქრობ, რომ მათ შეინარჩუნეს თავიანთი პოზიციები და გააგრძელებენ თავიანთი მოთხოვნების წარდგენას მოლაპარაკების მაგიდასთან. მე არ ვფიქრობ, რომ მათ მოლაპარაკების მაგიდაზე ლიბანი ძალიან აინტერესებთ, სანამ ისრაელი არაფერს აკეთებს, იცი, მართლაც ნორმებიდან გასულს. მაგალითად, იცი, ბეირუთის ოკუპაცია.
ან ლიტანიის მდინარის ჩრდილოეთით ბევრად შორს წასვლა. ან მსგავსი რაღაცები, ან ბეირუთის მასშტაბური დაბომბვა, როგორც გვინახავს. ამის გარდა ისინი არ მისცემენ ლიბანს უფლებას ხელი შეუშალოს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თუ ყველაფერი განაჩენი მოწესრიგებულია მიუხედავად მათი ხმამაღალი განცხადებებისა, ფრონტების გამიჯვნაზე ან ამის აღკვეთაზე, თუ ყველაფერი რა არის ყველაფერი დანარჩენი? იმიტომ რომ ამ ეტაპზე სულ მცირე საჯაროდ ჩანს რომ არაფერი სხვა მოწესრიგებული არ არის. ეს მხოლოდ ლიბანის ფრონტი არ არის. ეს ჰორმუზის სისრუტეცაა. ეს ბირთვულ საკითხსაც ეხება. ეს არის მაღალგამდიდრებული ურანის საკითხი, რომელიც ირანს არ სურს დატოვოს ქვეყანა. ასე რომ, რა არის მოწესრიგებული? კარგი, მოკლევადიან და ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში. ირანს სურს თავისი გაკინული აქტივების გათავისუფლება, ასევე გარკვეული აღიარება მისი როლის ჰორმუზში და ასევე სურს მზადაა იმუშაოს მაღალგამდიდრებულ ურანთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს უკვე დათანხმდა, რომ ის არ დატოვებს ირანს, არამედ განზავდება ირანის ტერიტორიაზე, თავად პრეზიდენტმაც ეს შესთავაზა. ასე რომ ეს არის რამდენიმე ძირითადი საკითხი. და სრულიად შესაძლებელია, რომ ორივე მხარემ მიაღწიოს შეთანხმებას ამ საკითხებზე. ამის შემდეგ კი გაიმართება ფართომასშტაბიანი ბირთვული მოლაპარაკებები ზოგადად ბირთვულ პროგრამაზე. მაგრამ შეთანხმება, რომელიც როგორღაც მოიცავს ირანის როლზე საუბარს ჰორმუზის სრუტეში და გამბლოკავს ირანის გაპინულ აქტივებს, სრულიად შესაძლებელია. და ეს რამდენიმე ჯერ შეერთებული შტატების მხრიდანაც იყო შეთავაზებული და აშკარად პრეზიდენტი ტრამპიც საკმაოდ მონდომებულია შეთანხმების მიღწევაზე. ეს უბრალოდ ის კითხვაა, შეძლებენ თუ არა საერთო ენის პოვნას. დიახ, ნამდვილად დიდი კითხვაა, რომელიც ამ მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ დაჰკრავს. რაჯ, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს IOC4 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობას გიხდით. გმადლობთ, მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ეს ბოლო 24 საათი ძალიან რთული იყო ისრაელის მოსახლეობისთვის. ეხლა კი შინაგან ფრონტზე სიახლეებს მოგაცვით. კარგით, IOC4 News-ის ინგლისურენოვანი კორესპონდენტი ბალიქ სლედინი პირდაპირ ეთერში გვერდება ცენტრალური ისრაელიდან დამატკანიდან. ბალიქ, უნდა ვთქვა, რომ ქვეყნის ბევრ მოქალაქეს სრული შოკი ჰქონდა. ისინი დილით ირანიდან და იემენში ჰუთების მხრიდან სარაკეტო თავდასხმამ გააღვიძა. და ჩვენ აქ ვართ დაახლოებით 12 საათის შემდეგ და სულ ესაა. შინაგან საქმეთა საგლობის რეკომენდაციები ისევ ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდა. რას გვიზიარებ? როგორი ატმოსფეროა ახლა? ზუსტად ასეა, ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდა და აქაც ცენტრალურ რამადგანში ხალხი ქუჩაში დადის, ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ზუსტად ისე როგორც გუშინ საღამოს იყო და შინაგან საქმეთა საგლობამ სულ ცოტა ხნის წინ გასცა ახალი მითითება, რომ ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდება. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ისრაელსა და ლიბანს შორის დაპირისპირების ხაზისა. ეს ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიაზე განათლების სისტემას წესებულებებსა და სკოლებს მუშაობის ნებართვა ექნებათ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თავშესაფართან ახლოს ყოფნა ძალიან მოკლე დროში. გახსოვდეთ, ჩრდილოეთში ეს დრო ძალიან მოკლეა. საუბარია იმაზე, რომ უმეტეს შემთხვევაში დრო 1 წუთზე ნაკლებია. ასევე რაც შეეხება შეზღუდვებს, შეკრებებზე ამ ადგილებში კონფრონტაციის ხაზთან ღია სივრცეში მაქსიმუმ 100 ადამიანი, ხოლო შენობაში მხოლოდ 400 ადამიანი, ანუ 400 ადამიანამდე. და ასევე შეზღუდვები სამუშაო ადგილებზე. შესაძლებელია სამსახურში წასვლა, მაგრამ მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ მოკლე დროში თავშესაფარში მისვლა, რაც ნიშნავს, რომ ისრაელის მასშტაბით ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში ბრუნდება, გარდა კონფრონტაციის ხაზისა. ეს თავისთავად გამოიწვია აღშფოთება ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობაში, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც ლიბანთან საზღვართან ახლოს ცხოვრობს, როგორც ერთმა პირმა, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობს ფორუმს, ყველა იმ ქალაქისთვის, რომლებიც კონფრონტაციის ხაზზე მდებარეობს, განაცხადა, რომ შეუძლებელია მთელი ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებოდეს, ხოლო ჩვენ თავშესაფრებში უბრუნდებოდეთ. მაგრამ ეს არის რეალობა. ამჟამად ერთადერთი ადგილი, სადაც რეალურად საფრთხეა, კონფრონტაციის ხაზის მახლობლადაა. ჩვენი ინფორმაციით, ჰეზბოლამ ჯერ არ ესროლა ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებს, მაგრამ უდავოა, რომ ბევრი რაკეტა ან დრონი, რომლითაც ისინი ისრაელის ჯარებს ლიბანის სამხრეთში ესვრიან, შეიძლება გამოიწვიოს.
გაფრთხილებები ასევე ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებშიც ვრცელდება და შესაძლებელია რომ ეს რაკეტები ან დრონები ამ ქალაქებსა და სოფლებამდეც მიაღწიოს. ამიტომაც შინაგანი ფრონტის სარდლობა ინარჩუნებს გარკვეულ შეზღუდვებს სულ მცირე კონფლიქტის ხაზზე, დანარჩენ ისრაელში კი ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. სხვათა შორის ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, ესე ვთქვათ, ტრანსპორტის მინისტრის მხრიდან, რომ ისრაელში აეროპორტი არ დახურა, აეროპორტი მართლაც არ დახურულა და აღმოჩნდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. და რა თქმა უნდა, ეს კარგი ამბავია ქვეყნის შიგნით და გარეთ მოგზაურებისთვის. მალიქ სლადინი, ცენტრალური ისრაელიდან ბოლო ცნობებით, მადლობა ამისთვის. სტუდიაში ისევ არიან არიელი და დანი. დანი, კიდევ ერთხელ შენი აზრი იმაზე, თუ როგორ აღიქვამს რეგიონი ამ მომენტს, როცა საქმე ირანს, ლიბანს და ასევე ყურის ქვეყნებს ეხება, რომლებიც ამას აკვირდებიან. ფიქრობ ისინი ასკვნიან, როგორც ბევრი დამკვირვებელი, რომ შეერთებულმა შტატებმა შეძლო გამარჯვების ზვარზე მარცხის მიღწევა. სამხედრო გამარჯვება გასაოცარი იყო. ანუ აშკარაა, რომ რეჟიმი მილიონი სხვადასხვა გზით დაამარცხეს და მათი ლიდერობის ნახევარი აღარ არის. და იფიქრებდი, რომ ისინი შეშინებულები იქნებოდნენ. და მაინც ისინი აქ არიან. თითქოს არ ეშინიათ ომის განახლების. ესმიან თავს ისრაელს, რადგან იმდენად სასოწარკვეთილები არიან, რომ ლიბანი ირანის საკითხს დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ანალიტიკოსებისგან ვისმენთ, მათ სინამდვილეში ლიბანი არ აინტერესებთ, მაგრამ მათ აინტერესებთ ძალის დემონსტრირება და ის, რომ ლიბანში მფარველ ძალად აღიქვან. და მათ იმდენად აინტერესებთ ეს ყველაფერი, რომ მზად არიან საფრთხის ქვეშ დააყენონ სამშვიდობო მოლაპარაკებები. რატო ხდება ასე? იმიტომ რომ ისინი სინამდვილეში ფიქრობენ, ეხლა უკვე ნათელია, რომ უპირატესობა აქვთ, რადგან აღმოაჩინეს ჰორმუზის სრუტის დაბლოკვის ასიმეტრიული ძალა. და როგორც წინა კვირას განვიხილეთ, უბრალოდ დაუჯერებელია, რომ აშშ-მ ირანს შეუტია და არ ქონდა გონივრული გეგმა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ეს სრულიად პროგნოზირებადი ქმედება, რომელიც მათ განახორციელეს და რომელმაც მსოფლიო ეკონომიკა შეძრა. და ისინი ამჟამად დებენ ფსონს და ვფიქრობ სწორადაც დებენ, რომ დასავლური სამყარო ვერ გაუძლებს 3-4-5 თვის ეკონომიკურ ტკივილს. და თავიდანვე ფიქრობ, სოფლიოსთვის უნდა ეთქვათ, რომ ირანის რეჟიმის დამხობის იდეა და გახსოვდეთ, ეს იყო თავდაპირველი მიზანი. არა გამდიდრებული ურანი, რასაც ტრამპი და ნეთანიაჰუ ამტკიცებდნენ ერთი წლის წინ. ეს საჯარო მიზანი არ ყოფილა გამოცხადებული, თუმცა პირველ დღეს ნეთანიაჰუ, როგორც ნეთანიაჰუ, ასევე ტრამპი, მაგრამ განსაკუთრებით ტრამპი, ტელევიზიაში გამოვიდნენ და თქვეს, როცა ეს დასრულდება ირანის ხალხო, თქვენ შეძლებთ თქვენი ქვეყანა უკან დაიბრუნოთ. და მთელი მიზეზი, რის გამოც მათ ავიამზიდლები აქ გადმოიყვანეს, იყო ის, რომ ირანის ხალხს უთხრეს, დახმარება გზაშია. მას შემდეგ, რაც ირანმა 10,000-ობით ადამიანი დახოცა. და იდეა იყო, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც რეჟიმი სრულად თალმოკვეთილი იქნებოდა და მე თვითონაც იმდენად სულელი ვიყავი, რომ ყველა ტელევიზიაში გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ ეს არის მომენტი, როცა უნდა დაუყენოთ კაპიტულაციის პირობები, რადგან ისინი არ არიან არარაციონალურები და იციან, რომ უნდა დანებდნენ. და კაპიტულაციის პირობები იქნებოდა კარგი და სამართლიანი რამ. უბრალოდ ბირთვული საკითხი, რომელიც კიდევ ერთხელ ტრამპმა თქვა, რომ ერთი წლის წინ დასრულდა. მაგრამ შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელსაც ირანი ამჟამად ლიბანში იცავს და რაკეტები, დემოკრატიული რეფორმები და ალბათ რეჟიმის შეცვლაც კი. არავინ არაფერზე ლაპარაკობს. და ტრამპი დამამცირებლად ფაქტობრივად სთხოვს მათ, რომ აღადგინონ JCPOA, რომელიც ბარაკ ობამას დროს იყო შეთანხმებული. ანუ ის იტყვის, რომ ასე არ არის. და მე უკვე ვნახე ის, ჩვენ ყველა ვნახეთ ის გონი Meet the Press-ზე, როცა ამბობდა, რომ ირანი მაშინაც ამდიდრებდა ურანს ან რაღაცას შეთანხმების დროს. ეს სიმართლე არ არის. ასადი ამბობს, რომ ეს სიმართლე არ არის, CIA ამბობს, რომ ეს სიმართლე არ არის, IAEA ამბობს, რომ ეს სიმართლე არ არის. მან დატოვა ეს შეთანხმება და ახლა ის ცდილობს ისევ აღადგინოს იგი და ეს არის ყველაფერი, რასაც მიირებს. და ამის სანაცვლოდ მხოლოდ ამას ითხოვს. და ამის სანაცვლოდ ისინი აპირებენ ამ რეჟიმს მისცენ 10 მილიარდი დოლარი განთავისუფლებულ აქტივებში და სანქციების შემსუბუქებაში და შესაძლოა კიდევ უფრო მეტი. ზოგიერთი შეფასებით ეს არის 300 მილიარდი დოლარი. ეს დიდი ხნით დაასრულებს საუბარს რეჟიმის მოცილებაზე. და ეს რეჟიმი არის კრიმინალური სტრუქტურა, რომელიც მტრად უდგას ირანის ხალხს, რეგიონს და მთელ მსოფლიოს, არა მხოლოდ ისრაელს. ესე რომ იმის წარმოდგენა, რომ აქამდე მივედით, როცა ომის პირველ კვირაში ისრაელის შეუდარებელმა სადაზვერო შესაძლებლობებმა ასეთი წარმოუდგენელი წარმატებები მოიტანა, უბრალოდ გასაოცარია. დარწმუნებული ვიყავი, როცა ომს უჭერდი მხარს, რომ მათ ჰქონდათ გეგმა, რომ CIA, მოსადი, KGB, უკაცრავად FSB და ჩინელები ყველანი მზად იყვნენ გადატრიალების მოსაწყობად. არაფერი მსგავსი არ ყოფილა. და ეს არის სტრატეგიული მარცხი, რომელიც გონებას აკვირვებს. რა თქმა უნდა, მოგვიწევს დაველოდოთ დეტალებს, როცა შეთანხმება საბოლოოდ
ჩამოყალიბდება, რადგან ამ ეტაპზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს. მაგრამ არიელ, როცა საქმე ეხება იმას, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რეჟიმში, Iran International-ის ახალი ანგარიში ამბობს, რომ უზენაესი ლიდერი მუჰამად ჯავალდოლა ხამენეი უკვე 24 საათზე მეტია ირანის ხელმძღვანელობასთან კონტაქტში არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ როცა ეს ყველაფერი მოხდა, გადაწყვეტილებებს აუცილებლობით უზენაესი ლიდერი არ იღებდა. ეს ნიშნავს, რომ მაშინ გადაწყვეტილებებს ირანის რევოლუციური გვარდია იღებდა? ყოველთვის როცა მოჩთაბა ხამენეის გადაწყვეტილებების მიღებაზე ვსაუბრობთ, უნდა დავამატოთ ტირე, ირანის რევოლუციური გვარდია, რადგან ჩვენ მას არ გვინახავს და ვიცით რომ თუ ცოცხალი იქნებოდა, ის ირანის რევოლუციურ გვარდიათან იქნებოდა დაკავშირებული. ის არ არის ის შემამსუბუქებელი ფაქტორი, როგორიც მამამისი იყო. საბოლოოდ ის ფაქტი, რომ აქამდე არ გვინახავს, სამ ვარიანტს მიუთითებს. ან ის სერიოზულად დამახსოვრად დამახინჯებულია და ვერ აჩვენებს სახეს საზოგადოებაში, ან კომაშია, ან გარდაცვლილია. არ არსებობს სხვა გონივრული ახსნა იმ ფაქტისათვის, რომ ჩვენ მოჩთაბა ხამენეი არ გვინახავს და მისი ხმა არ მოგვისმენია. ფაქტობრივად ირანის სახელმწიფო მედია არქივებში ეძებს ძველ ფოტოებს მოჩთაბას შესახებ. სოციალურ მედიაში ასაქვეტნებლად თითქოს ირანელ ხალხს შეახსენონ, რომ ხავთ უზენაესი ლიდერი, რომელიც თითქოს ცოცხალია და გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ 28 თებერვლის შემბერვლის შემდეგ მისი ახალი ფოტო არ გამოჩენილა. სწორედ მაშინ იქნა მისი მამა ლიკვიდირებული. ის მის გვერდით იდგა, როდესაც დართმა მოხდა. და ეს კიდევ უფრო მეტ სირთულეებსა და გართულებებს აჩვენებს, როდესაც ცდილობ ირანის რეჟიმს მიმართო. ვის ესაუბრები? და საბოლოოდ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი უსვამს ხაზს. და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ირანის რეჟიმის მზარდ სისუსტეზე. მათ უბრალოდ ნამდვილად უნდა გამოიკვეთონ. ის გამისტიმულებული უნდა ნახოთ. ის თამბალიჯია, ძალიან ღვთისმოსავია. Humble guy, he's very pious. კარგი, არიელ ოსერან, მადლობას გიხდით ამ განახლებებისთვის. დანპერი დარჩით ჩვენთან სტუდიაში. კიდევ ბევრი გვაქვს ასაუბროთ მოკლე შესვენების შემდეგ i24 News English-ზე, ასე რომ არსად წახვიდეთ. როცა დაბრუნდებით, უფრო დეტალურად განვიხილავთ ჰეზბოლას, ლიბანის ფრონტს და იმას, თუ როგორ ცდილობს და ზოგჯერ წარმატებასაც აღწევს ირანი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ორი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. ყველაფრის განვიხილავთ მოკლე შესვენების შემდეგ აქ i24 News-ზე. მოგესალმებით i24 News English-ზე. ჩვენი გაშუქება ირანზე გრძელდება, მაგრამ ოდნავ განსხვავებულ არენაზე. მსოფლიო ჩემპიონატი ამ კვირაში იწყება პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, სადაც ირანის გუნდი ფეხბურთსა და ომს შორისაა გაჭედილი. ირანის ფეხბურთელებმა მიიღეს აშშ-ს ვიზები, მაგრამ რამდენიმე თანამშრომელს უარი უთხრეს შესვლაზე, რის გამოც გუნდს მოუწია მექსიკაში დაბანაკება და მატჩებისთვის შეერთებულ შტატებში მკაცრი შეზღუდვებით მოგზაურობა. ირანს დაგეგმილი აქვს თამაში აშშ-ს მასპინძელ ქალაქებში, მათ შორის ლოს-ანჯელესსა და სიეტლში, მაშინაც კი, როცა ვაშინგტონთან და ისრაელთან დაძაბულობა აგრძელებს უსაფრთხოების საკითხების ფორმირებას ტურნირის გარშემო. თეირანი აშშ-ს ადანაშაულებს მსოფლიო ჩემპიონატის პოლიტიზებაში, ხოლო ვაშინგტონი აცხადებს, რომ ვიზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე მიიღება. დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენთან ერთად არის ნეგინ მუსაჰედი, ჟურნალისტი Iran International-დან და i4 Iran პოდკასტის წამყვანი. მაინტერესებს, როდესაც კანადა შეერთებულ შტატებსა და მექსიკას უყურებთ, რამდენად თვალსაჩინოა ირანის საკითხი იქ ადგილზე. ფანები ამას სპორტულ ამბად აღიქვამენ. ომი და ვიზის სკანდალი უფრო დომინირებს საუბარში. ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის ეკითხებით. თუ ირანელებს ეკითხებით, განსაკუთრებით მათ, ვინც რეჟიმის წინააღმდეგია, რაც უმრავლესობაა, კანადასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ირანელებს შორის მაგალითად, ისინი Thin Melis, როგორც ფარსულად უწოდეთ, საკუთარ ეროვნულ გუნდად არ ავიქვამენ. ისინი მას ისლამური რესპუბლიკის გუნდად ავიქვამენ და თავად ისლამურ რესპუბლიკას ირანისგან დანასხვავებენ. ამიტომ ისინი ამ გუნდის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ. ეხლა არიან ისეთებიც, რომლებიც იცით, შეიძლება სპორტს პოლიტიკურად არ აღიქვამდნენ, მაგრამ რთულია სპორტული არენა პოლიტიკურად არ დაინახო. როდესაც ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის ირანის ისლამური რესპუბლიკა, არსებობს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი, IRGC, რომელსაც თავისი ხელები თითქმის ყველაფერზე აქვს გაშლილი, მათ შორის სპორტზეც. ბევრი ირანელისთვის, როგორც თქვენ ახლა ხან თქვით, თიმელი ყოველთვის ატარებდა გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვას. ასე რომ ეს მომენტი ამატებს ამას. ან იქნებ ეროვნული გუნდი მაინც აერთიანებს ირანელებს, თუ პირიქით, აჩვენებს ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ დაყოფებს.
ეს ნამდვილად აჩვენებს დაყოფებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. რადგან როგორც თქვი, არიან ადამიანები, რომლებიც დიახ რეჟიმის წინააღმდეგი არიან, მაგრამ მაინც ამართლებენ რაღაცებს, როცა საქმე საფეხბურთო გუნდს ეხება. მაგრამ მთლიანობაში უმრავლესობა ამას თავის ეროვნულ გუნდად არ აღიქვამს და იცით, როცა საქმე ირანს ეხება, ყველაფერი პოლიტიკურია. გარდა როცა გაქვს დიქტატურა, რომელიც შენი ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს, იცით, სპორტიც პოლიტიკურია, მუსიკაც კი პოლიტიკურია, რადგან კიდევ ერთხელ სახელმწიფოც ამას აკონტროლებს. და ბევრი ადამიანი თვლის, რომ თიმელი ირანის რეჟიმს ემორჩილება. სხვები კი ამბობენ, რომ ეს მათი სამუშაოა. ისინი სპორტს თამაშობენ და მათთან ურთიერთობა უწევთ. მაგრამ იცით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იყვნენ ფეხბურთელები, სპორტსმენები, რომლებიც იანვრის აჯანყებების დროს სიკვდილით დასაჯეს. და ისინიც, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ იანვრის აჯანყებების დროს მოკლეს. ასე რომ ნამდვილად ბევრი ადამიანი იქნება გარეთ ლომისა და მზის დროშით, შირეფორშის დროშით, როგორც სპარსულად ვამბობთ, რომლებიც გააპროტესტებენ იმას, რომ FIFA არ უშვებს ლომისა და მზის დროშას თამაშებზე, არენაზე. ასე რომ თავად FIFA-მაც პოლიტიკურ საკითხად აქცია სიტუაცია, რადგან რატომ უნდა აკრძალო ასეთი რამე. აბა რა სიტყვით HSS-ის გადაწყვეტილებაზე, რომ მისცეს ვიზები თავად მოთამაშეებს, მაშინაც კი თუ ორგანიზაციის ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი ქვეყანაში არ უშვებენ. ასე რომ დიასპორაში მყოფი ირანელების უმეტესობა ამასაც კი ეწინააღმდეგება. ისინი არ ფიქრობენ, რომ მოთამაშეებს საერთოდ უნდა ქონდეთ ვიზა, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი წარმოადგენენ იმ ქვეყანას, რომელსაც ახლა ეწინააღმდეგებიან. გულისხმობ, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომი მიმდინარეობს, მიუხედავად ამ წესდებლის ცეცხლის შეწყვეტისა. დათქმები მაინც გრძელდება, როგორც თავადაც იცით, რადგან ისრაელში იმყოფებით. ამიტომ დიასპორაში მყოფი ბევრი ირანელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თავად მოთამაშეებისთვის ვიზის გაცემის გადაწყვეტილებასაც კი და მიაჩნიათ, რომ ეს ღალატია. უეჭველია, რომ მთელი კვირის განმავლობაში კიდევ ბევრი განახლება იქნება, რადგან თამაშები იწება. ნეგინ მუსაჰედი, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს IOC4 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობას გიხდით. თქვენს ამავდროულად ჩრდილოეთის ფრონტზე მოვლენები გრძელდება. ახლა კი გვინდა მივიღოთ განახლებული ინფორმაცია ჩვენი IOC4 News კორესპონდენტის ჯო ბრაუნისგან. ის გვერდდება ჩრდილოეთ ისრაელიდან, ლიბანთან საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან. ჯო, ირანიდან ბოლო ცნობები ასეთია. ისინი ემუქრებიან ისრაელს, რომ ჯერ არ დაარტყას ლიბანში არსად. ისრაელი ამ მუქარებს სერიოზულად არ იღებს. რა ხდება ადგილზე? სინამდვილეში ჩვენ ხად გადია სიტუაციაში ვართ მათთვის, ვინც იცნობს პასექის ისტორიას, სადაც ერთი რამ უბრალოდ კიდე უფრო დიდ რამეს გამოიწვევს. ჰეზბოლას თქმით, თუ ისრაელი სამხრეთ ლიბანს დაარტყამს, მაშინ ისინი ჩრდილოეთ ისრაელს დაარტყამენ. თუ ჰეზბოლა ჩრდილოეთ ისრაელს დაარტყამს, მაშინ ისრაელი ბეირუთს დაარტყამს და თუ ისრაელი ბეირუთს დაარტყამს, მაშინ ირანი ჩაერთვება. მაგრამ დღეს ვნახეთ, რომ ისრაელი მთელი დღის განმავლობაში სამხრეთ ლიბანს უტევს. დარტყმები იყო ტირში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ლიბანური მედია იუწყება, რომ ერთი ადამიანი მოკლეს მოტოციკლზე ტირში და ეს ის ადგილია, სადაც ბოლო დროს ისრაელის თავდაცვი ძალები ხშირად ახორციელებენ დარტყმებს. ეს ლიტანის მდინარისგან ოდნავ ჩრდილოეთით მდებარეობს. და რა თქმა უნდა, ეს სიმბოლურია, რადგან სწორედ იქ იყო განთავსებული ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბი 1980-იანი წლების ოკუპაციის დროს. ეხლა მას შემდეგ, რაც დღეს ადრე ცეცხლის შეწყვეტის განახლება გამოცხადდა, მხოლოდ რამდენიმე სირენა გაისმა. იყო ორი სირენის სიგნალი იყო, სულ 4 რაკეტა, რომელთაგან 2 სამხრეთ ლიბანის თავზე ჩამოაგდეს და 2 ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებთან ახლოს დაეცა სამხრეთ ლიბანში. ასე რომ, სწორედ იქ ამახვილებს ჰეზბოლა ამ ეტაპზე თავისი ცეცხლის უმეტესობას. თუმცა შიში ისაა, რომ ისინი დაბრუნდებიან იმას, რასაც ადრე აკეთებდნენ და ნელ-ნელა შეგააგრძელებენ შეტევებს ჩრდილოეთ ისრაელში, რათა გამოიწვიონ რეაქცია ისრაელისგან. ჰეზბოლა იმ მდგომარეობაშია, როდესაც ლიბანი ცდილობს ისრაელთან მოლაპარაკებას. ირანიც, როგორც ამბობენ, ცდილობს მოლაპარაკებას აშშ-თან ისრაელთან დაკავშირებით. ჰეზბოლას არ სურს რეგიონში მშვიდობა, რადგან მათ სურთ ისარგებლონ ქაოსითა და არასტაბილურობით ლიბანში. ამიტომ ძალიან სავარაუდოა, რომ ისინი კიდევ უფრო შეეცდებიან და მიმართავენ თავიანთ რაკეტებს ქალაქებისა და სოფლებისკენ, რომლებიც კონფრონტაციის ხაზთან მდებარეობს. და თუ ყველაფერს დაუჯერებთ,
ეს გამოიწვევს მოვლენებს, რომლებიც საბოლოოდ ირანის მხრიდან თავდასხმების განახლებამდე მიიყვანს. იქნება ეს უფრო გახანგრძლივებული თუ იგივე რაც დღეს ვიხილეთ, როდესაც სულ რამდენიმე ზალპი განხორციელდა თეირანიდან, დაახლოებით 2,000 რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით და ზიანი შეზღუდული იყო, ჯერ არ ვიცით. თუმცა ეს არ არის ის რაც. ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებს განსაკუთრებით ათრებით არ სურთ ამის გამოცდა, განსაკუთრებით იმის თვალისწინებით, რამდენად ახლოსაა ჰეზბოლა მათ საზღვართან და რამდენად მომაკვდინებელი და საშიშია ეს თავდასხმები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ საზღვრიდან. მე IOC4 News-ის კორესპონდენტი ჯო ბრაუნი ჩრდილოეთის ფრონტიდან უახლესი ინფორმაციით. მადლობა ამ განახლებებისთვის ადგილიდან. აქ სტუდიაში კლავ ჩემთან ერთადერთადაა საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი დენ პერი და ახლა ჩვენთან უერთდება IOC4 News-ის ინგლისურენოვანი უფროსი კორესპონდენტი ვენ ალტმანი. ой, როდესაც მუყურებს თუ როგორ მოექცა პრემიერ-მინისტრი დღევანდელ მოვლენებს, არსებობს ვარაუდი, რომ ეს შეათანხმეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. როგორ შეუძლია ნეთანიაჰუს წარმოაჩინოს ეს მომენტი თავის ამომრჩეველთან, თითქოს მან წინააღმდეგობა გაუწია აშშ-ის პრეზიდენტს. Dalgan bolo რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ ისრაელი გახდა 51 შტატი, რომელსაც განსაზღვრავს ის, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს. იცვლება თუ არა ეს ნარატივი დღეს? ეს ერთი გზა ნიკოლე, ასე რომ შევხედოთ. ფიქრობ, რაც ჩვენ ისრაელელებმა უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ დონალდ ტრამპს სურდა, მას დაენახათ, თითქოს ისრაელთან დისტანცია ჰქონდა. მართლა ასე იყო თუ არა? ან იქნებ კულისებში რაღაცა შუაში ხდებოდა. დონალდ ტრამპს სურდა ეს იმიჯი საზოგადოებაში გაჩენილიყო. და მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ირანისთვის კი არა, არამედ მისი საკუთარი საზოგადოებისა და ამომრჩევლებისთვისაც იყო. ომი აშკარად არ არის პოპულარული შეერთებულ შტატებში. ისრაელი არ არის პოპულარული შეერთებულ შტატებში. და ეს არის ფონური გარემო იმ ყველაფრისთვის, რაც ახლა ხდება. ნიკოლე, ვფიქრობ, ყველას ჰქონდა შეგრძნება, რომ ამერიკული საზოგადოებრივი აზრის გავლენას ისრაელზე და ამერიკის პოლიტიკაზე ისრაელის მიმართ ტრამპის შემდეგ ეპოქაში ვიხილავდით. მაგრამ ამას უკვე ტრამპის ეპოქაშიც ვხედავთ. ეს არის დონალდ ტრამპის უკამდგარი ფარული ძალა. როდესაც ის ბენიამინ ნეთანიაჰუს ეუბნება, რომ ნეთანიაჰუმ უნდა მიიღოს ნებისმიერი ირანის შეთანხმება, რომელსაც შეერთებული შტატები მიაღწევს. ეს ნაწილობრივ დონალდ ტრამპის პიროვნებასა და სტილს უკავშირდება. რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ტრამპი ხვდება, რომ ნეთანიაჰუს წარსულისგან განსხვავებით ამერიკულ პოლიტიკაში სხვა არჩევანი აღარ აქვს. ეს არ არის ის სიტუაცია, რაც 2015 წელს ბარაკ ობამას დროს ვნახეთ, ან გარკვეულწილად 2024 წელს ჯო ბაიდენის დროს. როდესაც ნეთანიაჰუს შეეძლო კონგრესში წასვლა, იმ პრეზიდენტის პარტიაში მეგობრულ პოლიტიკოსებთან მისვლა. აღარაფერს ვამბობ ოპოზიციურ პარტიაზე. ნეთანიაჰუ ატყდება ისეთ შეერთებულ შტატებს, სადაც თითქმის ყველა გამოკითხვაში ისრაელი ამერიკელების საზოგადოებრივ აზრში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ან თუნდაც რესპუბლიკურ პარტიაში. 50 წლამდე ამერიკელები თუნდაც ფიუს უახლეს გამოკითხვაში, უფრო მეტადაც კი ვიდრე წინა გამოკითხვაში, არ უჭერენ მხარს ისრაელს. და ისრაელის მხარდაჭერის ერთადერთი რეალური წყარო არის რესპუბლიკელები 50 წელზე ზემოთ. რომ ნეთანიაჰუს ტრამპის გარდა სხვა ვარიანტები არ აქვს. და ვფიქრობ, ტრამპი ამას კარგად ხვდება. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც კარგად ერკვევა ბერკეტებში, ძალთა ბალანსში და მის ურთიერთობებში უცხოელ ლიდერებთან. და ეს არის ფარული ხელი. შეიძლება რომ კულისებს მიღმა კოორდინაცია მიმდინარეობს, რაც ორივე ლიდერის პოლიტიკურ საჭიროებებს ემსახურება. აბსოლუტურად მართალი ხარ ნიკო. მაგრამ ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპს გონია, რომ ის იმარჯვებს იმით, რომ აჩვენებს თითქოს ის ისრაელს დაშორებულია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. დაანხედავ. კარგი. გასაოცარია, რომ ის სპეციალურად ცდილობს თავის შორს დაიჭიროს ისრაელისგან და კონკრეტულად დაამციროს ნეთანიაჰუ. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შეაგინა და გიჟი უწოდა. თან მიკროფონთან პრობლემა გვაქვს, ამას მალე მოვაგვარებთ, უბრალოდ მოითმინე. ჩვენ ტექნიკური ჯგუფი მოვა და გაასწორებს. ამასობაში სხვა სტუმარს მოვიზოთ. ეხლა ჩვენთან ერთად არის ჰუსეინ აბდულ ჰუსეინი, დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარი. ჰუსეინ, ეხლა ლიბანის ფრონტზე ვსაუბრობ, რაც ჰეზბოლას გულისხმობს, მაგრამ რა ხდება ლიბანის სახელმწიფოსთან დაკავშირებით? რას ელიან მათგან ეხლა თუ ჰეზბოლა ისრაელზე სროლას გააგრძელებს? როგორ უმკლავდება ლიბანის სახელმწიფო ამ სიტუაციას? ნახეთ, ცხადია, რომ ლიბანის სახელმწიფოს აქვს ნება, მაგრამ არ აქვს საშუალებები. დასულ კვირას ლიბანის სახელმწიფომ ისრაელთან ერთად ისტორიულ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტმა განსაზღვრა გზა, როგორ შეწყვეტენ ომს ეს ორი ქვეყანა. და შეერთებული შტატები განაიარაღებენ ჰეზბოლას, უზრუნველყოფენ ისრაელის გასვლას და შემდეგ ლიბანი გახდება სუვერენული და საკუთარ ტერიტორიაზე სრულ კონტროლს მოიპოვებს. ეხლა სამწუხაროდ ლიბანის მთავრობას არ აქვს საშუალება შეაჩეროს ჰეზბოლა და ჰეზბოლამ დაჟინებით მოითხოვა. მათ თქვეს, მოусმინეთ, პირველ რიგში ჩვენ გვაქვს ჩვენი ცალკე არხი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამუდმებით გამოდიოდა და ამბობდა, მე ვესაუბრე ჰეზბოლას. და მეორე, ჰეზბოლას ბიჭები ამბობდნენ, ჩვენ გვაქვს ძალა, ასე რომ აბა სცადეთ ჩვენი შეჩერება.
მიუხედავად იმისა, რომ ესეთი სიტუაცია, ვფიქრობ, ჩვენ და დავჭერთ ლიბანის თავრობის გვერდით, ყურადღება მათზე გავამახვილოთ, არ გავხსნათ გვერდითი არხები და მხარი დაუჭიროთ მათ. ეცადეთ, იცით, მისცეთ მათ ის ინსტრუმენტები, რაც ჭირდებათ იმისთვის, რომ რეალურად განახორციელონ ის გეგმა, რაზეც ისრაელთან შეთანხმდნენ. როგორ მონაწილეობს პარლამენტის სპიკერი ნაბიხ ბერი ამ პროცესში? არსებობს ცნობები, რომ ის თითქოს არა გვერდითი არხია, ესე ვთქვათ, არამედ ვაშინგტონიც მასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, როდესაც საქმე ეხება ჰეზბოლას ნებართვის რეალურ განხორციელებას. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ლიბანის მთავრობის, კონკრეტულად კი ჯოზეფ აუნის თავზე გადის ეს ყველაფერი. დიახ, აბსოლუტურად და ეს ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების პოლიტიკას. გულისხმობ, რომ დივანმა რუბიომ და მისმა გუნდმა დრო და ძალისხმევა დახარჯეს ისრაელისა და ლიბანის მთავრობებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების არხის შექმნას. და შემდეგ სრულიად მოულოდნელად ბერიმ თავისი არხი შექმნა. რადგან ისინი ეწინააღმდებიან პირდაპირ მოლაპარაკებებს, ასე რომ ეხლა მათ სურთ არაპირდაპირი მოლაპარაკებები შეერთებული შტატების მეშვეობით. და ეხლა ბერი ის ადამიანია, რომელიც ჰეზბოლასთან არაპირდაპირ საუბრობს. ეს ცალკე არხია. ეს ჰეზბოლას არხია. და ის არ უნდა არსებობდეს, რადგან მთელი აზრი იმაშია, რომ ჩვენ ლიბანის მთავრობაა პასუხისმგებელი და ლიბანის სახელით ის საუბრობს, ვინც პასუხისმგებელია, არა ჰეზბოლა. და იცი, მის მოკავშირე ნაბიხ ბერიც რა ხდება ლიბანის მოქალაქეებთან დაკავშირებით? არის თუ არა მზარდი უკმაყოფილების ნიშნები იმის გამო, თუ როგორ ართმევს თავს ლიბანის სახელმწიფო ჰეზბოლას, ან თუნდაც იმის გამო, თუ როგორ მოქმედებს ჰეზბოლა ქვეყანაში? ჩვენი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყოველი მეორე ლიბანელი შიიტების ჩათვლით, ყოველი მეორე ლიბანელი ჰეზბოლას განიარაღებას და ისრაელთან მშვიდობას ითხოვს. ეს არის მაისში ჩატარებული გამოკითხვა და თუ შიიტების თემს გამოვაკლებთ, რომელიც მოსახლეობის 27%-ს შეადგენს, ეს მაჩვენებელი 65%-მდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი 3 ლიბანელიდან 2-ს უნდა რომ ჰეზბოლას განაიარაღონ და ისურვებს ისრაელთან მშვიდობას. ეს მაჩვენებლები რეგიონში უპრეცედენტოა და ვფიქრობ, ეს ის საფუძველია, რაზეც შეგვიძლია ავაშენოთ მომავალი. ასევე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი აუნი და პრემიერ-მინისტრი სლეიმანი კარგად გრძნობენ საზოგადოებრივ განწყობას და პულს. აი აქ კი ჰეზბოლას არ აინტერესებს, რას ფიქრობს ლიბანელი ხალხი. ჰეზბოლა ირანის ინტერესებს ემსახურება. და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჰეზბოლა წინააღმდეგობაშია ლიბანელების უმრავლესობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სარგებლობს შიიტების უმრავლესობის მხარდაჭერით, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ორი ლიბანელიდან ერთს სურს ჰეზბოლას განიარაღება, დაუშვებენ ისინი, რომ ეს ისრაელმა ან შეერთებულ გააკეთოს, უმაშტატებმა გააკეთოს. ან ეს უნდა გააკეთოს ლიბანის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი რესურსი ამის სრულად განსახორციელებლად. არ ფიქრობ, რომ ისინი არჩევენ ან არჩევანს აკეთებენ. ისინი ესმით. და თუ მათ არ აქვს საშუალება, ვიღაცა სხვას მოუწევს ამის გაკეთება. არ ფიქრობ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ამის გაკეთების იდეას. არ ფიქრობ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან იმას, რომ CENTCOM-ი ლიბანელებს დაეხმაროს ამის გაკეთებაში. იცით, ფიქრობ, ამ ეტაპზე ისინი ყველა წინადადებას და ყველა რომ ლიბანის შეიარაღებული ძალების რეფორმირება და მათი მხარდაჭერა გჭირდება, რათა მათ შეძლონ ამის გაკეთება. ან რომ მათ შეძლონ იმ გზის რუკის შესრულება, რომელზეც ორი ქვეყანა გასულ კვირას შეთანხმდა, თუ როგორ განაიარაღონ ჰეზბოლა და გააგრძელონ. შეიძლება ეს იყოს რეალური ნაბიჯი. ეს პილოტური ზონები, რომლებზეც გასულ კვირას შეთანხმდნენ აშშ-ში შუამავლობით ისრაელსა და ლიბანს შორის. ეს პილოტური ზონები, სადაც ლიბანის შეიარაღებული ძალები უკვე აჩვენებენ ნიშნებს, რომ ისინი შედიან ლიტანის მდინარის სამხრეთით. თუმცა იმ ტერიტორიებზე, საიდანაც ჰეზბოლა უკვე გაძევებულია, ნიშნავს ეს იმას, რომ ეს პილოტური ზონები მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ ისრაელი პირველ რიგში ჰეზბოლას გააძევებს. მე ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის. ვფიქრობ, ოფიციალური არხი ვაშინგტონთან, მთავრობათა შორის დონეზე ის გეგმა რაც გვაქვს, ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის. გაითვალისწინეთ, რომ პილოტური ზონები ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, რადგან ლიბანის სამხედროები ვაშინგტონში რუკებით მომზადებულები არ ჩამოსულა. მაგრამ ველოდები, რომ მომავალში ლიბანელები ერთ ეტაპზე დაიწყებენ, ლიბანის არმია დაიწყებს თანამშრომლობას. და როცა ეს მოხდება, ეს არის გზა წინსვლისთვის. სხვა გზას ვერ ვხედავ. და ეხლა იცით რატო იყო ჰეზბოლა ასე დაჟინებული პირველ რიგში, რომ ჩაეშალა მოლაპარაკებები, წინააღმდეგობა გაეწია მოლაპარაკებებისთვის, ესროლა ისრაელს, ესროლა და ირანს, ისრაელისკენ რაკეტები გააშვებინა.
ჰეზბოლა ყველაფერს აკეთებს, რომ გააშავოს აუანი და მთავრობა შეაჩეროს მოლაპარაკებები, კონდეს ალტერნატიული არხი და გამოიყენოს რაკეტები სიტუაციის გასამწვავებლად, რათა არ იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ჰეზბოლას ქცევა თავისთავად გეუბნებათ, რომ რასაც აკეთებდნენ ლიბანისა და ისრაელის მთავრობები, ეს სწორია და ჰეზბოლა შეშინებულია და ცდილობს მათი შეჩერებას. Hussein Abdu Hussein, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენთან i24 News-ზე. ძალიან საინტერესო ანალიზია. მადლობას გიხდით, როგორც ყოველთვის. გმადლობთ. დაბრუნდით სტუდიაში ისევ დანთან და ოვენთან ერთად. დან, როცა საქმე ეხება არა მხოლოდ ლიბანის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ჯერ ვერ გაუმკლავდნენ ჰეზბოლას, არამედ ისრაელსა და შესაძლოა შეერთებულ შტატებსაც, ჩანს, რომ ეს ისრაელმა უნდა გააკეთოს. მაგრამ ადრე ვსაუბრობდით იმ ჯაჭვურ შედეგებზე, რაც შეიძლება ამას ჰქონდეს ისრაელის აღქმაზე მთელ მსოფლიოში. როგორ აბალანსებს ამას ისრაელი? მე ვფიქრობ, ისრაელი გონივრული იქნება თუ უფრო მკაფიოდ აჩვენებს, რომ პატივს სცემს ლიბანის მთავრობას და დახმარებას თავაზობს. მე ვფიქრობ, ბოლო 1 ან 2 წელიწადში ისრაელისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა გაჩნდა. უпростоრად ორი. პირველი ისაა, რომ ლიბანის მოსახლეობის უმეტესობა, ვფიქრობ, ნახევარზე მეტი და განსაკუთრებით შიიტების გარდა უმრავლესობა, ჰეზბოლას წასვლას და ისრაელთან მშვიდობას ითხოვს. და ჩვენ ახლახან მოვისმინეთ, როგორ დაადასტურა ეს ჰუსეინ აბდელ ჰუსეინმა. და ვიცი, რომ ეს ასეა. შემდეგ ლიბანის მთავრობა. გარკვეული დროის განმავლობაში ლიბანს პრეზიდენტი არ ხავდა. ეხლა კი მათი ახალი პრეზიდენტი ძალიან მამაცია. It's where premier ministry. და აშკარად სურთ ამის გაკეთება, მაგრამ ვერ ახერხებენ. ეხლა ისრაელი რეალურად ამაში არ ჩართულა. მათ იცით ძალით დააძალეს ლიბანელებთან საუბარი საკმაოდ დაბალ დონეზე. მათ უნდა აჩვენონ, რომ აქ არიან, რათა დაგეხმარონ. იდეა, რომ ეს მხოლოდ ისრაელის პრობლემაა, ემთხვევა ჰეზბოლას ნარატივს. თითქოს ისრაელი ლიბანში იჭრება. მე ბევრი დრო გავატარა ევროპაში და ხშირად მესმის იმ ადამიანებისგან, ვინც უკეთ უნდა იცოდეს, რომ თითქოს ისრაელს აქვს ტერიტორიული ამბიციები ლიბანზე. ისრაელს ასევე სჭირდება დიპლომატიური მიმართულება და უნდა წაახალისოს ლიბანი, რომ გახდეს იმ ქვეყნებიდან ერთ-ერთი, რომელიც ღიად ითხოვს დახმარებას. იცით, ერახმა და ავღანეთმა დახმარება ითხოვებეს. ბოლო პერიოდში არაერთმა ქვეყანამ ითხოვა დახმარება, უცხოური დახმარება. მალი, მოზამბიკი, კოლუმბია ხალხმა არ იცის. გაეროში არსებობს მექანიზმი, რომლითაც შეგიძლიათ უცხოური ჯარები გამოიძახოთ დასახმარებლად და ლიბანს ეს აშკარად სჭირდება. ან გონია ლიბანს უნდოდეს, რომ ისრაელის ჯარები მათ ქვეყანაში მიმოდიოდნენ, ბექაას ველამდეც და ყოველ ჯერზე, როცა ლიბანელი სამოქალაქო პირი იჰუპება, ეს აზიანებს იმ რის რესურსს, რომელიც ახლახან ვახსენე. როცა ვამბობ, რომ ისრაელმა უნდა შეცვალოს ბოლო 45 წლის პარადიგმა, რომელიც მხოლოდ სამხედრო ძალაზეა დაფუძნებული, ეს იმიტომ არ არის, რომ მინდა ჰეზბოლა გადარჩეს, მინდა რომ ისინი არ არსებობდნენ. მაგრამ ვფიქრობ, ეს შეიძლება უფრო ეფექტური გზა იყოს. თუ გამოიყენებთ იმ ფაქტს, რომ ლიბანს აშკარად ეს უნდა, შეიძლება ასევე მისცეთ ქთამი დიდი დახმარების სახით, რომელიც სპარსეთის ყურეშია და ელოდება ლიბანში შესვლას მას შემდეგ, რაც ჰეზბოლა აღარ იქნება და შექმნათ გლობალური კონსენსუსი, რომ ეს გლობალური პროლური პრობლემაა. სავალდებულო არ არის, რომ ეს ბელგიის ჯარები იყოს. ვფიქრობ, არაბული ჯარები და აფრიკული ჯარები. გავსოდეთ, ჰეზბოლა ალტაშია. ისინი ახლა ალტაში არიან. ერთი მხრივ ლიბანის შეიარაღებული ძალების მიერ, სამხრეთიდან ისრაელის მიერ, ხოლო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან არამეგობრული სირიის მიერ. არსებობს გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც არ არის მხოლოდ ისრაელის, ან მხოლოდ ლიბანის შეიარაღებული ძალების საქმე, რადგან აშკარად ისინი ამას ვერ შეძლებენ, მაგრამ რაღაცა ჭკვიანური და კრეატიული უნდა გაკეთდეს. და ამას ვერ ვხედავ ამჟამინდელი ისრაელის მთავრობისგან, სადაც იგივე მინისტრები ერთდროს ლიბანისგან რაღაცის გაკეთებას მოითხოვენ და ლიბანის ინფრასტრუქტურის დაზიანებით ემუქრებიან. თუ ლიბანი ამას არ გააკეთებს, შემდეგ კი ლიბანს დასცინიან იმის გამო, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. და ისრაელს ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება უწევს. ვფიქრობ, უკეთესი გეგმა გჭირდება და ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, შენს ნათქვამში ბევრი სიმართლეა, დენ. და რუხაც ვეთანხმები, განსაკუთრებით იმ თავარ ნაწილებში, რასაც ამბობ. მაგრამ აქ არის პრობლემა, როცა ეტლი ცხენზე წინ დგას. ეს ნიშნავს, რომ სანამ ქვეყნის შიგნით ძალთა ბალანსი არ შეიცვლება, ლიბანის მთავრობა ძალიან შეშინებულია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს თხოვოს დახმარება და უცხოელი მშვიდობის ყოფილები მოიწვიოს ჰეზბოლას წინააღმდეგ საბრძოლველად. ჯერ ამის readiness არ არის. ისრაელიც, როდესაც ძალიან საჯაროდ მოქმედებს და ლიბანის მთავრობას ისე ატენებს, თითქოს ისრაელს დახმარებას თხოვს, მე მეშინია და ვეჩვობ, რომ ისრაელის გადაწყვეტილების მიმღები პირები, თუნდაც ისინი, ვისაც ამ მოლაპარაკებების მიმართ კეთილი ნება აქვთ, ალბათ შეეშინდებათ ლიბანის მთავრობის კუთხეში მიყენების. მართალი ხარ, ჯოზეფ ალენმა პირველი შეხვედრის დროს საკმაოდ მამაცი ნაბიჯები გადადგა. და ვფიქრობ, ამ ბოლო შეხვედრაზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მან ფაქტობრივად ჰეზბოლას გაუბედა, რომ არ დაემორჩილებინა ორი მთავრობის ნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მართალი ხარ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ლიბანის მთავრობისთვის და კარგი ნაბიჯი ისრაელისთვის. ნიშნულოვანია, რომ ეს არგუმენტი განსაკუთრებით ევროპაში გაჟღერდეს. აბსოლუტურად მართალი ხარ. ფილოსოფიურად არსებობს პრობლემა.
ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ყველაზე ნაკლებად ცუდი ვარიანტის არჩევა გიწევს. და იცი, ყველა ვარიანტი ცუდია. და მართალი ხარ, აქ საქმე ცხენის წინ ეტლს გავს. აბსოლუტურად მართალი ხარ. მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად ცუდია, რადგან ისრაელის მიერ მთელი ლიბანის ოკუპაცია და ბექაას ველამდე მისვლა უფრო ცუდი იქნებოდა. ისრაელს არასდროს უთქვამს, რომ ეს მათი გეგმებია. ამჟამად საქმე ეხება ბუფერულ ზონას ნიკოლეს სამხრეთით ზუსტად. ეცო მათ არ აქვს. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაზე ნაკლები. ნაკლებად ცუდი ვარიანტია. ბუფერული ზონა ხელს უშლის შევწევებს. მაგრამ ისრაელსაც ჰქონდა ძალიან არაპოპულარული 18 წლიანი ოკუპაცია ლიბანში, სადაც ბუფერული ზონა წელიწადში დაახლოებით 25 ჯარისკაცს უჯდებოდა. და ამჟამად ბუფერული ზონა ყოველ კვირას 3 ჯარისკაცს უჯდება დაახლოებით. მაგრამ ისრაელი ამას ვერ გაუმკლავდება. მე მოიცადეთ, ბუფერული ზონა რაკეტებს ვერ აკონტროლებს და რაკეტებს უფრო ჩრდილოეთიდან ისვრიან. ისრაელის ამჟამინდელი გეგმა, რომელიც უბრალოდ ბალახის გაკრეჩვის სცენარია, იმას არ მომცემს, რაც მინდა. რაც თავიდან აცილება, რაც ყველას უნდა გვინდოდეს, ანუ ესეთი ტიპის ომის თავიდან აცილება. ეს ეხმარება ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ჰეზბოლა და ამჟამად ნამდვილად ეხმარება ირანსაც. ეს არის უსასრულო ომი, ანუ გამოფიტვის ომი. ისრაელის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული ომი იყო. მაშინ, როცა ეგვიპტემ 6 დღიანი ომის შემდეგ ისრაელი გამოფიტვის ომში ჩაითრია, სადაც ჯარისკაცები მუდმივად იღუპებოდნენ და არანაირი სტრატეგიული მიზანი არ ჩანდა. ისრაელი 45 წელია პერიოდულად გამოფიტვის ომშია ჩართული ჰეზბოლასთან. ეს არ მუშაობს და დროა უკეთესი, ნაკლებად ცუდი ვარიანტი მოიძებნოს. მოხედე კიდევ ერთხელ. ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაზე ნაკლებად ცუდი ვარიანტია. რეალობა ისაა, რომ ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც ბოლო რამდენიმე თვის უმეტესი ნაწილი თავშესაფრებში გაატარეს და მომავალს ვერ ხედავენ. და ამ ეტაპზე არ არის ნათელი, რომ არაბი და აფრიკელი ჯარისკაცების ჯგუფი, რომლებიც საბოლოოდ საკუთარ ქვეყანას არიცავენ, ან ნებისმიერი მესამე ქვეყანა, რომელიც თავის ქვეყანას არიცავს. მოიცადე ერთი წამი. მომეცი ერთი წამი, რომელსაც ეხმარებიან, მაგრამ საკუთარ საზღვრებს არიცავს, იქ იქნება და ექნება ის мотиваცია, რაც ისრაელის არმიას აქვს. ეს უბრალოდ რეალობაა. მართალი ხარ, რომ აზრი აქვს სხვა მომავლისკენ სწრაფვას. ეს დიდწილად ისაა, რაზეც ლიბანის მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მართალი ხარ, რომ ფულისა და სამუშაო ძალის მოზიდვა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოსავლის, განსაკუთრებით ფინანსური მხარე ლიბანში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. და იმის გათვალისწინებით, რომ ლიბანში საზოგადოებრივი აზრი ჰეზბოლას წინააღმდეგაა, ბევრი რამ არის, რაზეც შეიძლება იმუშაოს. სხვადასხვა შეიძლება არც იყოს ასე. პრის ბოლოს ამ ქვეყნის ხალხს და ჩვენ ორივემ ვიცით რატომაც. დაებადება კითხვა. ექნება თუ არა ნატოს ჯარებს мотиваცია დაიცვან ისრაელის საზღვრები ისე, როგორც ამას ისრაელის სამხედროები აკეთებენ. მართალი ხარ, რომ როგორც კი ჰეზბოლა და ვერ ვიტყვი როდის იქნება ეს, მაგრამ როგორც კი ძალთა ბალანსი ნამდვილად და რეალურად შეიცვლება. ასე რომ, ჰეზბოლასთან ბრძოლის ხარჯები აღარ იქნება იგივე, რაც ახლა. რომ შეიძლება მესამე მხარის ძალა, ან თავად ლიბანის არმია რეალური ვარიანტები გახდეს. მაგრამ ამ წუთას 2026 წლის 8 ივნისს ეს უბრალოდ ასე არ არის. კარგი იდეა. გინდა რომ პროცესი არ დააჩქარო? მეც ძალიან მინდა პროცესის დაჩქარება. რომელი ვარიანტია შენთვის ყველაზე ნაკლებად ცუდი? ყველაზე ნაკლებად ცუდი ვარიანტია ლიბანის მთავრობასთან მოლაპარაკებების გაგრძელება. ვეთანხმები შენ, რომ ისრაელის მინისტრებმა უნდა შეწყვიტონ ლიბანის მთავრობის კრიტიკა, როცა აშკარად რისკზე მიდიან და კეთილდანწყობას აჩვენებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, მათ შესრულება არ შეუძლიათ. გაგრძელდეს ან დაიწყოს მოლაპარაკებები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, შეერთებული შტატების ან სხვების მეშვეობით. დაიწყოს გეგმის შედგენა, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ასევე დაიწყოს ადამიანური რესურსების განხილვაც. მაგრამ დაუშვან ისრაელის არმიას გონივრულად, საღი აზრით და გეგმით აწარმოონ ომი ლიბანში. მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ახლო მომავალში ეს არის ერთადერთი გამოსავალი ხალხისთვის. ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა, რომელმაც ძალიან ცნობილად თქვა, რომ ეს ომი 6 დღიანი ომი ამ შემთხვევაში, სწრაფი, მოკლე და ელეგანტური იქნებოდა. და ეს იყო ისრაელის სამხედრო დოქტრინა 10 წლეულების განმავლობაში, რადგან ისრაელმა იცოდა, რომ მისი შიდა ფრონტი პატარა და მოწყვლადია და ეს დემოკრატიული საზოგადოებაა და მათ არ სურდათ გამოფიტვის ომები, რომლებიც ფაქტობრივად გაანადგურებდა ყველაფერს, რაც მათ ააშენეს. მე შეინია, რომ ამჟამინდელი მთავრობა შეცდომით აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც არ ვიცი რა მიზეზით, მზად არიან უსასრულო ომები, გამოფიტვის ომები აიტანონ. ესეთი ომები ყოველთვის არაპოპულარული იყო. ეგვიპტესთან გამოფიტვის ომი არაპოპულარული იყო. ლიბანში 18 წლიანი ოკუპაციაც არაპოპულარული იყო. და ესეც უკეთესი არ იქნება. უკეთესი გეგმა გვჭირდება. კალბით ბატონებო, ნამდვილად ცხარე საუბარია, რაც აჩვენებს იმ დისკუსიას, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს აქ ისრაელში, ჩრდილოეთ ფრონტზე და ირანისგან მოშორებით, სადაც როგორც ჩანს, დღევანდელი დღე უკვე დასრულდა.
თქვენ ჩვენს მაყურებელს ძალიან კარგ ანალიზს თავაზობთ. uen altmani, დემპერი, დიდი მადლობა. ეს იყო i24 News English-ის უახლესი გამოშვება, მაგრამ ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით საათნახევრიანი სპეციალური ეთერით, რომელიც დაიწყება საღამოს 10 საათზე ისრაელის დროით. მას გაუძღვება ბენიტა ლევინი. საღამოს 10 საათზე ისრაელის დროით, 3 საათზე აღმოსავლეთის დროით მე ვარ ნიკოლ ზედეკი. დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით ამ საღამოს.